ტუბერული პალმატინური და ინფრატემპორალური გამიშვებით, ანუ საფეთქე ქვედა, ხო? შემდეგი ანესთეზია გახლავთ ინფრაორბიტალური ანესთეზია. ინფრაორბიტალური ანესთეზიის დროს, ანუ გადმოვთანხმოთ ინფრაორბიტალური. თვალბუთ წინა. თვალბუდის ინფრა. ქვედა. ქვედა. ანუ ეს იგივეა, რაც თვალბუდის ქვედა. ინფრაორბიტული ანესთეზიის დროს ესე ითიშება, სახელიც იგივეა, თვალბუდის ქვედა ნერვი. თვალბუდის ქვედა ნერვი, ეხლა უნდა ვიცოდეთ, სად გამოდის. გახსოვთ მე რა განვიხილეთ ჩვენ რომ მეორე ტოტი სამწვერასი ზედაპირს გვალიხრებიდან რომ გამოვა, სად შედის თქო თასასის ფოსოში. თასასის ფოსოდან ერთი ტოტი გამოეყოფა თქო, რომელიც შედის თვალბუდეში. თვალბუდეში ეს ნერვი გაივლის თვალბუდის ქვედა არხი, ანუ აი ეგეთ ნაპრალი, აი ეგეთ ხედავთ, იღებთ თქვენ თვალბუდის ქვედა ნაპრალში და გამოდის სახეზე თვალბუდის ქვედა ხრელით. აი ბავშვებო, ეს არის თვალბუდის ქვედა ხრელი. ერთი ეს აქეთ მარჯვენა მარცხენა. რა ყოფილა ესა თვალბუდის ქვედა ხრელი. ანუ საიდანაც გამოდის არჩევით თვალბუდის ქვედა ნერვი. ეს გავარკვიეთ. ეხლა ეს ინფრაორბიტული ანესთეზია, საერთოდ ყველა ანესთეზიაზე რას ვამბობდი, უმეტესობა არის შიგნითა და პირგარეთა. ჩვენ რაც გავიარეთ ტექნიკურად, უფრო მარტივია თქო და ყველა გამოიყენებს რომელ მეთოდს? პირშიგნით. აი ეს არის გამონაკლისი ანესთეზია ინფრაორბიტალური, რომელსაც ჩვენ ხშირად ვაკეთებთ პირგარეთა მიდგომით და არა პირშიგნით. არის პირშიგნითა მეთოდის, ჩვენ განვიხილავთ ორივეს ახლა, მაგრამ უფრო ადვილია ტექნიკურად, იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი ანესთეზია, ეს ადვილად რომ იცებ უჩხიდო და ეს ხრელი იპოვო. ამიტომ უკვე თქვენ არავინ არ გიშლით, თუ ვინმე პირშიგნითად გამოიყენეთ, ორივე უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ნუ რაღაცა გვარი უკვე რომ შესწავლილია და ხა ვთქვათ მილიონიდან რაღაც 0.01% თუ უნდა ის პირშიგნითა, მაგრამ ანუ უფრო ადვილად მოხვდებით აი ამ ხრელში. არსებობს, ნახეთ ახლა სახეზე ძვალზე ადვილია კი ბატონო, ყველგან ჩანს ეს ხო ძვალზე, მაგრამ ეხლა არავის ეს ხრელები ეს რბილი ქსოვილები ფარავს. ხო სწორია? ამიტომ ყველა ანესთეზიის დროს მე რა გითხარით, ხრელში სადღაც რომ უნდა მივიდეთ, წინასწარ გჭირდება ორიენტირები. ანუ უნდა ვიცოდეთ წინასწარ სად ვიჩხვრიტოთ და მერე ეს ხრელი სად მდებარეობს, რომ საბოლოოდ ამ ხრელში, ან ხრელთან მივიდეთ ნებსით. არსებობს რამდენიმე ორიენტირი და მე ხა ყველაზე ისიც მარტივს გეტყვით, რომელსაც უფრო კარგად ვიყენებთ. ეს გახლავთ რომელიც ეს რა არის თვალბუდე. თვალბუდეს მოდი ვთქვათ ბარემ, რამდენი კიდი აქვს? კიდე ეს არის. ორი კიდი აქვს, რომელი და რომელი? და მერე კიდე როა კიდეები. ესენი? გარეთა. გარეთა და შიგნით. ნახეთ ერთი კიდე. აი ორი კიდე, სამი. ნახეთ ხომ იხდით? ანუ კედლები სხვა არის ბავშვებო, ეშლებათ. თვალბუდის კედელი და კიდე სხვადასხვა რამეა. აი კიდე ეს არის. და კედელი, აი ქვედა კედელი, აი ზედა კედელი, გარეთა კედელი, შიგნითა კედელი. მიხვდით? მოაურებთ რა კიდის მაგივრად კედელს მივიტყვით. ეხლა მე მჭირდება ეს ამდენი, იმიტომ ვისაუბრე, რა მჭირდება თვალბუდაზე უსველ ხელს. თვალბუდის ქვედა კიდე მჭირდება. თვალბუდის ქვედა კიდეს ნახეთ შუა ანუ ესე თითით მოვსინჯავ პაციენტზე თვალბუდის ქვედა კიდეს, აი ესე შიგნიდან გარეთ გავყვები და მისი შუა ადგილი მინდა, შუა წერტილს ვიპოვი. აი აქ ნახეთ ეს ბუნებრივია, ხო ეს თავისკალა პატარა ამონაჭრევივით არის ამობურცული. ყველას გვაქვს მაგრად რო დააწვევი ამ პატარა ამობურცული ამონაჭრევივით ვიპოვე. ესე იგი, თვალბუდის ქვედა კიდეზე რა ვიპოვე? შუა წერტილი. მოვათავსე მასზე მარცხენა ხელის, აი ესე ნახეთ, საჩვენებელი თითი. დავაფიქსირო რომ სხვა წერტილი ახლა ხომ უნდა ვიცოდეს სად არის. ნახეთ ახლა თვალბუდის ქვედა კიდეზე შუა წერტილიდან ნახეთ, აი ესა შუა წერტილი. 0.5-0.8 სანტიმეტრით საით წამოვედი ქვევით, მაგრამ არის აქ ეს ხრელი? ყველამ შეხვდებით. არის ეს ხრელი? ნახე, თვალბუდის ქვედა კიდის შუა წერტილიდან 0.5-0.8 სანტიმეტრით ქვემოთ. არის აქ ხრელი? არა. ნახეთ თან ამიტომ რას ვამბობ?
და 0,5 სანტიმეტრით საით. უკან აქეთ არის. შიგნით. ნახე 0,5-0,8 ქვევით და 0,5 სანტიმეტრით საით. შიგნით. არის სავარაუდოდ უმეტესად ესე იგი ეს ხვრელი. გავიგეთ სად უნდა იყოს. ესე იგი თვალბუდის ქვედა კიდეზე აი ესე გავაყოლე შუა წერტილი ავიღე 0,5-0,8 ქვევით, მაგრამ აქ კი არ არის. 0,5 შიგნით ცხვირისკენ. აი აქ არის ეს ხვრელი. ეხლა კიდე ეს ხვრელი დადგენილია, რომ საორიენტაციო ხაზები, აი ეშვი რა არის და ისეთი საგვია. ესე იგი, ეშვი ხო ვიცით, ეშვის ალვეოლის კიდიდან. ეგ მეორე მეთოდი ხო? რომ თუ კიდე ამით იპოვე ეს ხვრელი, სანამ დაიწყებ ანესთეზიას. ანუ ეშვს ავიღებ ორიენტირად, ეშვს და ალვეოლის კიდიდან, ანუ კიდე ეს არის, გვირგვინისგან კი არა, კიდიდან 3.5 სანტიმეტრით ზევით უნდა იყოს ეს ხვრელი. არც დაახლოებით ესეც შეგიძლია აიღოთ ორიენტირად. პირველი უფრო მარტივია, ხშირად მაგას ვიყენებთ. ან უნდა გაატარო ბავშვებო ხაზი ზედა და ქვედა პრემოლარებს შორის, ზედა და ქვედა მეორე პრემოლარებზე, ან პრემოლარებს შორის. ვერტიკალური ხაზი ესე წარმოსახვით. მაგრამ ესეც უფრო შეიძლება არ იყოს ტექნიკურად უფრო მარტივი. ესე იგი ეს სამი ორიენტირი არსებობს. კიდე სხვები, მაგრამ ეს სამი დავიხსენოთ. ყველაზე ხშირად მაგალითად მე რომ ვკითხოთ ამას ვიყენებ, როცა დამჭირვები, ანუ პირველი რაც თქვი. ქვედა თვალბუდის ქვედა კიდით შუა წერტილიდან 0,5-0,8 სანტიმეტრით ქვემოთ და 0,5-ით შიგნით მდებარეობს ეს ხვრელი. ეხლა გადავიდეთ ჩვენ ტექნიკაზე. როგორ კეთდება ეს ანესთეზია? ეს რაც შეეხებოდა მის ანატომიას. ესე იგი, მარცხენა ხელის ცერათით, ისაც უკაცრავად საჩვენებელი თითით ისევ თვალბუდის ქვედა კიდით შუა წერტილიდან გადავზომე 0,5-0,8 ქვემოთ, რომ არ ვიცი, ზოგს 0,8-ზე აქვს, ზოგს 0,5-ზე აქვს და 0,5-ით შიგნით. აი ესე და ამ თითით ცერათით. აი ეს საორიენტაციო, სადაც ეს ხვრელი უნდა იყოს, აი ესე მაქვს დაფიქსირებული. აი ესე მაქვს, აი აქ უნდა იყოს ეს ხვრელი. ეხლა შპრიცი მიჭირავს ქვემოდან როგორ? ზემოთ. და ნახეთ სად გავაკეთებ ხვრელს. საორიენტაციო ხვრელიდან მოშორებით, ოღონდ საით უკან დავედი თუ აქეთ შიგნით, ანუ მედიალურად. წინდა უკან არ თქვათ. ანუ აი ესე საორიენტაციო, სადაც ეს სავარაუდოდ ხვრელი უნდა იყოს, მისგან ოდნავ მოშორებით 9 სანტიმეტრი თქვა დაახლოებით, აი ცხვირისკენ, ოღონდ მედიალური ქვია ამას. აი ესე გავაკეთებ ხვრელს. უყურებთ როგორ ესე არ მაგცერად, აი ესია სპრიცი. გავაკეთე ჩხლეტა, რა გავჩხლით ახლა? ძვალამდე უნდა მივიდეს ეს სისწრები. ანუ აქ დილი ქსოვილებია, კანი, კანკოშაწყლოვანი ქსოვილი, ფასცია, ლოყის კუდი, ლორწქვეშა, ლორწოვანი. ანუ დაახლოებით 1 სანტიმეტრზე უკვე შესულია ნემსი. მიხვდით? შეეხო ნემსის წვერი რას? ძვალს და ვიწყებ ძვალზე ცოცვით. ცოტა საანესთეზიო ნივთიერების დაღვრით, მიმართულებას გეტყვით, აი ამ ხვრელის მოძებნად. ანუ მივდივარ საით? ქვევიდან ზევით და საით? შიგნიდან გარეთ. გარეთ არ მივდივარ? გარეთ არ მივდივარ? აქეთ მივდივარ ცხვირისკენ. ცხვირისკენ მივდივარ? შენ გეკითხები რაღაც რამეზე ფიქრობ. ანუ შიგნიდან გარეთ ქვია, თუ მინდა მართო გარეთ ქვია. ვეძებ ამ ხვრელს. როგორც კი, ნახეთ, თავის გამოდით შემეცომა რა ხო პატარა რო ადგილი ესე იგი. მოდი დამიჭირე თან. ანუ ესე ხო გავაკეთე, აი, ვიჩხვლიდე. მივდივარ ესე ცოცავ, ნემსის წვერით ვეძებ ამ ხვრელს თანდათან ყური, ანუ ქვევიდან ზევით, შიგნიდან გარეთ და როგორც კი, აი ამ ნემსის წვერი მოხდება აი ამ ხვრელში, პაციენტს გახსოვთ მენტალურის დროს გეუბნებოდით. ოღონდ ქვედა ტუჩი, აქ არის. ჯერ ერთი ბავშვებო ნემსის წვერი ეგრევე ხვრელში რო ჩავარდა შეგრძნო. და პლუს ზედა ტუჩში აქვს რეაქცია, ანუ უცებ მომენტალურად ტკივილის შეგრძნება. ეხლა რას ვაკეთებ? იქაც ესე გეუბნებოდით. ნახეთ, სანამ ამ ხვრელში მე შევალ, ხვრელში წვერია მოხვედრილი. აუცილებლად დავღვრებ 1 მილilitrამდე ანესთეზიკს 0,5 მაინც.
რომ შიგნით ხვრელში 1 სანტიმეტრზე უნდა ნახე მე ნახსად შევედი. ნახე? აუცილებლად. ანუ 1 სანტიმეტრზე უნდა შევიდე და რო შევალ 1 სანტიმეტრზე იქ უკვე 1 მილილიც დავყური. გავიმეოროთ ახლა ის ანატომიის გარეშე თვითონ ტექნიკა. ესე იგი, თვალგუდის ქვედა კიდეზე მარცხენა ხელის საჩვენებელი ციცით მოვსინჯავთ შუა ადგილს, შუა წერტილს. მისგან 0,5-0,8 სანტიმეტრით ქვემოთ და 0,5 სანტიმეტრით შიგნით ანუ მედიალურად არის თვალგუდის ქვედა ხვრელი. ეს არის სავარაუდო ორიენტირი. შპრიცი მიჭირავს წვეტას ვაკეთებ სავარაუდო ხვრელიდან შიგნით ანუ მედიალურად. გავჩვით რბილი ქსოვილები, შევედი უკვე 1 სანტიმეტრზე და ძვალს დაეყრდნო ნებს. გარდაცამხური და ძვალზე ცოცვით ვეძებ აი ამ თვალგუდის ქვედა ხვრელს, ნემსის მიმართულება არის ქვევიდან ზევით, შიგნიდან გარეთ. როგორც კი ნემსის წვერი მოხდება ხვრელში, რა აქვს პაციენტს ტკივნეული რეაქცია აქვს ზედა ტუჩის არეში. ახლა ვაკეთებ რატომ ღორი 1 მილilitrამდე ანესთეტიკს, რომ შემდეგ ხვრელში ნემსი სიღრმეში შევიტანო 1 სანტიმეტრზე და რომ შეხვალთ იქ 1 მილილიც დახვით. 5 წუთში დადგება ეს ანესთეზია. თქვენ თუ ბავშვებო ნემსის წვერი რომ მოხდება, აქ თუ დაღვრით, არ დადგება ის კბილები არ გაუდგივარდება. მივხვდით, ანუ ხვრელში რომ მოხდები ნემსის წვერი, შიგნით სიღრმეში ნახე, სად შევდივარ, ამ ღარში შევდივარ. თვალგუდის ქვედა კედელზე რომ თვალგუდის ქვედა. მივხვდით და თქვენ რომ პირდაპირ მოხვედრება რო ხდება ნემსის წვერი, პირდაპირ რო შეხვიდეთ, გაგიჟდება ადამიანი, წარმოვიდგინე ხვრელში ხარ, სადაც ეს ნერვი გამოდის და შენ ნემსი უჩხვიტეს სიღრმეში შედის, სადაც ანესთეზია ჯერ არ არის დახმილი. საშინელი ტკივილი იცის, არ შეიძლება სადისტური სექციები ეხლა. მივხვდით რა მითხრა. ეხლა რამდენ ხანში დადგა ანესთეზია? 5 წუთში. მოდი ახლა ვთქვათ რა გაუტკივარდა და მე ყველა მოსინჯეთ რა იცი, აი 1 სანტიმეტრი, აი დაახლოებით 1 სანტიმეტრი არის, აი ეს. ნახე? ხვრელში რომ მოხდით ხო, აი 1 სანტიმეტრზე შეყვა. ნახე სათხარ შესული და დაიმახსოვრეთ. რა გაუტკივარდება? თვალგუდის ქვედა ან ინფრაორბიტული ანესთეზიის დროს ითიშება ზედა, წინა და შუა ალვეოლური წოდება. ესე იგი, რა გაუტკივარდა თქვენი აზრით? რომელი კბილები? ეშვი, პრემოლარება, ნახე, აი, წინ, აქეთ წამოდით, რა გაუტკივარდა? პრემოლარები, ეშვი, ცენტრალური გვერდითი საჭირელი. ანუ პრემოლარებზე გავატარე ესე ხანძი და მის წინ გაუტკივარებულია, რა წინ კბილებია. ეს კბილები ჩამო, ოღონდ იმ მხარეს, რომ მხარესაც გააკეთებ. ეხლა გაუტკივარდა ალვეოლური მორჩი, ანუ ეს ძვალიც, ღრძილი ლორწოვანი, პერიოსტეუმი, ყველაფერი გაუტკივარებულია ვესტიბულურ მხარეს. ლოხის მხარეს, ტუჩის მხარეს. ანუ აქეთ მხარეს დიდი ლორწოვანი პერიოსტეუმი დაგრჩათ გასაუტკივარებელი. აი მაგალითად, თქვენ რო გინდოდეთ რას დაამატებთ? თქვათ ინფრაორბიტალური გავაკეთეთ და პრემოლარებზე მინდა მუშაობა. დაამატებთ რომელს თქვათ პალატინუს თუ ერთდროულად ყველა გინდა ეს გაიჩინოს. მიხდით? თუ ერთი ეხა ინფრაორბიტალურ კბილის ექსტრაქციის დროს ნაკლებად ვიყენებ ეხა თქვათ მიხდით ინფრაორბიტულ ანესთეზიას ძალიან ხშირად ვიყენებთ, როდესაც კისტა არის კბილებზე, ფრონტალურ კბილებზე, პრემოლარებზე, ერთ კვირზე, ორ კვირზე, სამ კვირზე, იმას ინფილტრაციულით ვერ გააკეთებ. ეგ კი არა, ნახეთ, თუ არის ბავშვებო ზოგჯერ კისტა ცენტრალურ საჭრელზე მარჯვნივ, ცენტრალურ საჭრელზე მარცხნივ, ნახეთ, ესე შეიძლება იყოს ორივე. მიხდით რას ვიძახით? მაშინ ორივე მხარეს უნდა გააკეთო. გასაგებია? იმიტომ რომ იცი რომ სამმხრივია ანესთეზია, მარჯვნივ გააკეთე, მარჯვენაც გაგითიშავთ ამ ცენტრალურ საჭრელს, გვერდით საჭრელს, აქეთ არა. ეს კისტა თუ ასე ნახე, ორივე ცენტრალურ კბილზეა და რაღაცა, მაშინ აქეთაც უნდა გააკეთო, აქეთაც უიცოდეთ. ეხლა კიდე რა გაუტკივარდება? ნახეთ ამ ანესთეზიის დროს გარედან ბავშვებო უტკივარდება სხვიდის ფრთა, ანუ ესა, რომ მხარესაც გააკეთეთ. იმ მხარეს ნახევარი რა, ზედა
ტუჩი, ანუ ეს რბილი გზური. ლოყის, ოღონდ, ნახეთ, პირის კუთხე გაყავით, ზედა ნაწილი. ქვედა არა. ლოყა არის აქედან აქამდე. ხო? ლოყა. ანუ ზედა ნაწილი. ქვედა არა. ზედა ნაწილში რა შედის? აი პირის კუთხიდან ზევით რაც აქ, ანუ ხვილის ფთა. ზედა ტუჩის ნახევარი. ლოყის რა? ზედა ნაწილი. და სხვათა შორის ამ ზედა ყბის ზვალში რომელი ღრუ გვაქვს? აი ძირითადად პირველ მომართან იცის. ჰაიმორის ღრუ. გინდა არ გინდა ის ჰაიმორის ღრუს კედლები ყველა მისი ლორწოვანი. შიგნიდან ლორწოვანი სხვათა შორის და ჰაიმორის ღრუს კედლები ძვლოვანი კედლები აქვს. ყველა გაუთქივარებულია. ამ ანესთეზიის დროს რადგან ეს უკეთებს ინერვაციას. გასაგებია. შენ ახლა ეს ჭირდება, არ ჭირდება, ამაგას მნიშვნელობა არ აქვს, ზედა ტუჩის გაუთქივარდება მათ წყვილის ფთას, ლოყის ზედა ნაწილის ჰაიმორის ღრუს კედლები. თუ ამ რბილ-ქსოვილებზე გითოდა მუშაობა, კი ბატონო, თუ კბილებისთვის გააკეთებ, ის მაინც გაუთქივარდება. ამ ანესთეზიას ინფრაორბიტალოს ახასიათებს, აქვე ვთქვათ, თუ არ დაღვრიცოთ ცოტას და ისე წახვალ ზვალთან შეხებით და რაღაც, ისედაც იცის არა კრიტიკული არა, ისედაც იცის ცოტას როგორი მაინც ხშირად ჰემატომა. ანუ ისე რომ ჩაიწერა. ამიტომ ჩვენ ვეუბნებით პაციენტს, რომ ან სანამ წავა ჩვენგან თქვათ, ან სახში რომ მივა ცივები დაიდოს ცოტა ხნით, რომ ჰემატომა არ ჩამოყალიბდეს. და კიდე იცის, იშვიათად შეიძლება, მაგრამ მაინც ანესთეზიას რო გააკეთებ, რამდენიმე 5 წუთში დგება ეს ანესთეზია და დიპლოპია. დიპლოპია არის მხედველობის გაორება. გასაგებია, ხო? ნიშნავს მხედველობის გაორება. დროებითი ანესთეზია რო გავა, ესეც გაიგრძელს. დიპლოპია ნიშნავს მხედველობის გაორებას. აი პაციენტი გეცნობს, რომ აი მე ექიმო ორად ხედავს, აგრეთვე ორად ხედავ ყველაფერს, ანუ ორად ხედავს და ნიშნავს დიპლოპია, მაგიტყვია დიპლოპია. ეს იგი ანესთეზიის გავლასთან ერთად თუ ესეთი რაღაც არის, იმიტომ რომ იქ არის კუნთები თვალის მამოძრავებელი, ანუ მოკლედ ეს საშიში და სასიფათო რაღაცა ისეთი გასწულება არ გახლავთ. გასაგებია? ეხლა თუ მაგალითად პირშიგნითა მიდგომით გინდათ გაკეთება, ხო? მაინც ვთქვათ ეს მეთოდი. პირშიგნითა მიდგომით როგორ უნდა უფრო რთულია. ეხლა თქვენ მიხვდებით მაინც რატო. ესე იგი, უნდა გადავწიოთ ტუჩი, სხვათა შორის არ ძალიან სუფუკად, საკმაოდ და ჩხლეტა კეთდება ცენტრალურ და ნახე გვერდის საჭრელს შორის გარდამავალ ნაოჩში, ან ბავშვებო ნაოჩს უნდა აცდე კიდე, ნაოჩში კი არ უჩხლდავ, გავწდები ნაოჩს და ტუჩს თუ აქვს რბილი ქსოვილები, აი ნაოჩის ზევით ტუჩის სისქეში უნდა უჩხლდო და შემდეგ ზუსტად იგივე მიმართულებით ეს ხვრები უნდა ეძებო, ქვევიდან ზევით, შიგნიდან გარეთ, ოღონდ პირის ღრუს მხრიდან. მიხვდით რას ვიტყვი, ყველა მოისმენთ, ესე იგი ცენტრალურ და გვერდის საჭრელს შორის უჩხლდავ, ან გარდამავალ ნაოჩში, ან თვითონ ნაოჩს ავწდები და ტუჩის სისქეში, ნახეთ ესე ვარ. და ესე უნდა წახვიდე ქვევიდან ზევით, შიგნიდან გარეთ და ეს ხვრელი მოძებნო. ამიტომ ნახეთ თქვენც რომ დაფიქრდეთ, ეს პირგარეთა მიდგომით უფრო ტექნიკურად ადვილი გასაკეთებელია, ვიდრე შიგნითა მიდგომით. და ზუსტად იგივეა თანდათან ხური, ხვრელში უნდა მოხვდე, სანამ ჩახვალ სიღრმეში დაღვარეთ 1 მილilitrამდე შედი 1 სანტიმეტრზე კიდევ ერთი დაღვარი. დანარჩენი ყველაფერი იგივეა. მოდით ეცოდით. მოდი მოკიდე ხელი. ესე იგი. ესე ვთქვათ რომ წახვედი და ესე აქ რო მოხვდები, ხო დაღვარე ხა 1 მილilitrამდე. და 1 სანტიმეტრზე უნდა შეხვიდე. შეგინახე სად შეხვედი? აჰა. ხედავ? აქ უნდა შეხვიდე. თუ გინდა რომ ეს გაუთქივარდეს ის ზონა, თორე შენ თუ ხვრელში დაღვრი ყველას, ნახე ხვრელი, აი აქ თვითონ გვაიქოთში უშუალოდ. მარტო რბილი ქსოვილები გაუთქივარდება, მიხვდი კბილები არ გაუთქივარდება. მე რო გამიგოწოდა, ამხელას პრინციპია. ამხელას რადაც იქ დამალ. ნახე.